მოგესალმებით ლევან, დღეს პოლიტიკური ლიდერების შეკრება იყო სასამართლოში, გარედარჩენილებს, მისი სასამართლო ასამართლებს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მთელი დღის განმავლობაში იყო ეს პროცესები, მათ შორის იყო მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის პროცესი, ასევე გიორგი ვაშაძის პროცესი, პოლიტპატიმრების პროცესების პარალელურად რაღაცნაირად ზღვარი წაიშალა პოლიტიკოსებსა და რიგით მოქალაქეებს შორის სისტემა და რეჟიმი ებრძვის ყველას. მოლოდინი უნდა ვიკითხო, დღეს მამუკა ხაზარაძემ დატოვა სხდომა დემონსტრაციულად და მან თქვა საკუთარი სათქმელი, თქვენი პოზიცია. ხო, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მოგესალმები და მაყურებელს მივესალმები, მადლობა მოწვევისათვის. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ დღეს იყო მრავალწლიანი პოლიტიკური დევნის მორიგი სერია, ერთ-ერთი ეპიზოდი ამ შემთხვევაში, თქვენ იცით, რომ მამუკას და ბადრი წლების განმავლობაში, მე არ მახსოვს რომ ბოლო წლებში, რა ვიცი, ჩაეგდოთ წელი რომ პოლიტიკური დევნა ხო მათ შეეგდო წელი სასამართლო სიარულის და ამ რუსულ ხელისუფლებას რომ პოლიტიკური დევნის ქვეშ არ ყოფილიყვნენ ეს ადამიანები და ამას შეჩვეულები არიან, როდესაც იბრძვის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ მოსალოდნელიც არის, ხოლო დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენ კიდევ ერთხელ დავაყენეთ საკითხი შუამდგომლობა ეგრეთ წოდებული ვითომ საგამოძიებო კომისიის ამ წევრების გამოკითხვასთან დაკავშირებით, რაზეც სასამართლომ უარი გვითხრა, ესა დაუსაბუთებელი საერთოდ წარმოუდგენელი რამ არის, საკმაოდ დიდი ხნის პრაქტიკა მაქვს, აქტიურად არა ვარ პოლიტიკაში ვარ ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ არც მინახავს და არც გამიგია, რომ მხარეთა კრებული ამ შემთხვევაში ეს ადამიანები, რომლებიც მიმართეს ამ პროკურატურას, ამ ეგრეთ წოდებულმა საგამოძიებო კომისიამ და მათ საფუძველზე გამოძიება დაიწყო, მსგავს სიტუაციებში ადამიანები არ გამოეკითხოთ საერთოდ და წითელი ხაზია ამ ხალხის გამოკითხვა. არა და უკვე თვითონ პროკურატურაც აღიარებს და ვერ გაურბის ამ ყველაფერს, რომ ის წესები და ნორმები რაც უნდა იყოს საგამოძიებო კომისიის შექმნის და მუშაობის ამ შემთხვევაში დარღვეულია. არანაირი ოქმი, არაფერი ჩვეულად მე შემიძლია გითხრათ, რომ აი კოლმეურნეობის სხდომები ალბათ უფრო სამართლებრივად გამართულად მიმდინარეობდა კომუნისტების დროს, ვიდრე ეს ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია. არაფერი არც აინტერესებს დარღვევების სახეზეა, საბუთი არის წულუკიანის განცხადება, ანუ მხოლოდ. არა, საბუთი არის რუსული რეჟიმის განცხადება, მოდი პირდაპირ ვთქვათ. იქ ბევრი შემსრულებელი და აღმსრულებელი ამ ყველაფრის, მაგრამ საბუთი არის რუსული რეჟიმის განცხადება და რა უნდა რუსული რეჟიმს და რუსულ რეჟიმს უნდა ჩვენი პოლიტიკური ლიდერების ამ შემთხვევაში ზოგადად საქართველოს მოქალაქეების დევნა, ხო? ვინდა გითხრათ, რომ ცინიზმი არის ერთი დარღვეული საქართველოს კონსტიტუცია. სულ რო წარმოიდგინო, რომ ეს ყველაფერი ამ შემთხვევაში და რაღაც ტარდებოდეს არა საქართველოში, არამედ სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში ამ წესით შექმნილი საგამოძიებო კომისია უკვე დარღვევა კონსტიტუციის. კონსტიტუციის 52 მუხლი პირდაპირ გეუბნება ბალანსთან დაკავშირებით. ამას საერთოდ სოზარს დაარქვეს უბარს და იმერს ოპოზიციას სასაცილოა საერთოდ, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი დაარღვეს ამ ეგრეთ წოდებულმა პარლამენტმა ის დებულება არის, ის დებულება საერთოდ არც აქვს მგონი ნანახი დებულება. 50% ოპოზიციის წარმომადგენლები ეს კონსტიტუციაში წერია. ეს კონსტიტუციაში დებულება აქვს, დებულებაში ოქმები უნდა იყოს. საერთოდ არა საქმის წარმოება არ არსებობს, უბრალოდ წარმოუდგენელი რაღაც ხდება, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, ხო? უნებრივი ხარ, არც მამუკა და არც ბადრი იქ გამოცხადებას არ აპირებდნენ, ეს არის პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური დევნის პროცესი, პოლიტიკურად მოტივირებული, ეს არის ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია, პირველ რიგში ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული და ეს არის საგამოძიებო ეგრეთ წოდებული კომისია, რომელიც არის პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ მიმართული. სულ რაღაც ორ სხდომა შეაპირებენ ამ საქმის დასრულებას, ლევან, ესეც საინტერესოა რა მიყავთ ბოთმე, ხო, რამდენიმე კაცი. სხვა სხდომებზეც ასეა, როგორც უყურებდა რა და ბოლოს ხდომაზე არ მივა მამუკა ხაზარაძე. ძალიან გეტყვით ამასთან დაკავშირებით, თქვენ ასევე თქვით პროგნოზთან დაკავშირებით და რა გამოსავალიაო, არავინ არ გამოურიცხავთ თავისუფლების აღკვეთას ამ შემთხვევაში, ეს არ არის გამორიცხული ბუნებრივია, როდესაც რუსულ რეჟიმთან აქვს საქმე, ეს უკვე რაც გადაწყვეტენ, ამაზე ცალკე საკითხია და ამასთან დაკავშირებით პროგნოზებში ვერ შევართ, ვერც სამართლებრივ შეფასებებში ზედმეტად ვერ შევარ, ვინაიდან სამართლებრივი პროცესი არ არის და სამართლებრივი ურთიერთობები ამ პროცესიდან გამომდინარე ბუნებრივია არ
არსებობს, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივად პოლიტიკური დევნის ღია და გამოხატული და გამოცხადებული პროცესი, ხოლო სიჩქარესთან დაკავშირებით, ხო, შესასრული სიჩქარით მოქმედებენ, შემიძლია გითხრათ, არათუ არასაპატიმრო საქმეებზე, რომელსაც ხანგრძლივად და საპატიმრო საქმეებზე, რომელიც კაცრიოდითაა შემოფარგლული, არც ეს სიჩქარით არ მოქმედებენ ხოლმე. ეს მართი გადასაწყვეტია. ჩვენ არ თავის არსად არ ამ შემთხვევაში არავინ არსად არაფერსში უკან არიხებს, ჩანიშნოს პროცესის პრობლემა არ არის, ჩვენ და პროცესი 20-ში არის, შემიძლია გითხრათ 20 ივნის დაცვის ხარის დასკვნითი სიტყვა იქნება, პროკურატურამ უკვე მოითხოვა თავისი სიტყვა თქვა დამნაშავედ ცნობა ამ პოლიტიკური დევნის საქმეზე და სასამართლო შეუძლია იმ დღესვეც კი გამოიტანოს განაჩენი. იმ დღესვეც ან მეორე დღესაც უკვე მათი გადასაწყვეტია და რა და როგორ იქნება. ხო, თუ ტრაექტორია შევხედავთ, როგორ უდგებიან ისინი ოპოზიციის ლიდერებს, სამწუხარო რეალობა ასეთია, რომ ციხეში აგროვებენ პოლიტიკურ ოპონენტებს. ამ შემთხვევაში თქვენი პოლიტიკური პარტიის და გაერთიანების სამომავლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეც უნდა გითხოთ. ერთ-ერთი მთავარი თემა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. დამავიწყდათ თქვენთან იმ კითხვის დასმა თავში იანკელისთან ვსაუბრობდით, ეს შემაძრწუნებელი ფაქტი, რომელიც დღეს თინა ბოკუჩავამ მოყვა საკუთარი გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ამით დავიწყოთ და ამას მოყვა ადგილობრივი თვითმმართველობის თემასთან გაკეთებული განცხადება თინა ბოკუჩავას მხრიდან. ეს ორი საკითხი მან დააკავშირა რაღაცნაირად. ეგ უკვე გასაგებია. მე მინდა პირველ რიგში სოლიდარობა და გვერდჩიდგომა ქალბატონი თინას მის ოჯახს ამ შემთხვევაში. ის ფაქტი, რასაც ქალბატონი თინა საუბრობდა და რაც მოვისმინეთ ჩვენ თინა ბოკუჩავას მხრიდან, ეს არის უმძიმესი სავარაუდო დანაშაულის შემცველი ინფორმაცია, ბუნებრივია და ნების არსებობის შემთხვევაში პირდაპირ გეუბნებით მარტივად გამოსაძიებელია ჩვენ ცხოვრობ ტექნოლოგიების ეპოქაში, ადამიანების გადაადგილება იქ არ ვიცი ახლა სად იყო, მაგრამ კამერები, სათვალთვალო კამერები არის, ადამიანი მივიდა, ავიდა, წამოვიდა. ამის და ეს დადგენადია, რომ ამის ამ შემთხვევაში ნება არსებობდეს, ხო? ახლა ჩვენ საცხოვრებელში როგორი სიტუაცია, ეს ყველამ კარგად ვიცით. აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან აღმაშფოთებელი ფაქტი, მაგრამ ერთ რამესაც ვიტყოდი რა, ამასთან დაკავშირებით, პირდაპირ და გადაჭრით, ამას აქვს ძალიან დიდი ხნის ხანდაზმულობის ვადა, ამ სავარაუდო დანაშაულს. აქედან გამომდინარე, არა მარტო ამას, იმ ათეულობით ასეულობით ჩადენილ დანაშაულებს, ამიტომ ვინც კი დანაშაულს ჩადის, არ იფიქროს ვინმე, რომ რაიმე პასუხისმგებლობის საკითხს გაექცევა, ვინაიდან რამოდენიმე თვით ვინმე თუ ხელს დააფარებს მათ. კი ბატონო, თინამ თქვა, რომ ეს მის დასაშინებლად იყო გაკეთებული და ამას მოაყოლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემა. მან თქვა, რომ არჩევნებში მონაწილეობა არასწორია ახლა და ეს არის ივანიშვილის თამაში. პატივისცემით მოიხსენია კოლეგები, გულისხმობდა დიდი ალბათობით ლელოს, რომელთაც დისკუსია დაიწყეს ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობასთან დაკავშირებით. ყოველ ჯერზე ვიკითხო, უნდა ხომ არ არის რაიმე სიახლე თქვენს კოლეგებთან კომუნიკაციის ნაწილში და რა ეტაპზეა საბოლოო გადაწყვეტილება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ერთ რამეს ვიტყვი და ვამბობთ, ჩვენი პოზიცია პარტიის საჯაროდ არის ცნობილი, ჩვენი პარტიის პოზიცია არის, რომ აუცილებელია დისკუსია, პოლიტიკაში ვარ და პირველ რიგში დისკუსია აუცილებელი, ბუნებრივია დისკუსიის გარეშე რაიმე გადაწყვეტილებების მიღება, როდესაც ქვეყნის მტერ პოლიტიკურ ძალაზეა საუბარი, არეგების და არ შეიძლება, ხოლო რაც შეეხება ჩვენს мотиваციას და ჩვენს მიზანს, ეს არის რომ ერთობის ამ შემთხვევაში ფორმირება, საკითხებთან ირგვის, საკითხი არის ბუნებრივია სამსჯელო და ამ საკითხების ირგვის მსჯელობა, ხოლო თუ რამე გადაწყვეტილება იქნება საბოლოოდ წინასწარ მე ვერაფერზე ვერ გეტყვი და ჩვენ მოხარული ვართ რომ და მოხარული ვიქნებით ბუნებრივია რომ საკითხის ირგვლივ გაიმართოს მსჯელობა. რამე გადაწყვეტილება არც ყოფილა ჩვენი მხრიდან ჯერჯერობით მიღებული არაფერ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ვაცნობიერებთ და ვთვლით რომ აუცილებელია ძალთა ამ შემთხვევაში გაერთიანება, კონსოლიდირება ერთი მიზნისათვის, რაც არის რუსული რეჟიმის დამარცხება ბუნებრივია. აქედან გამომდინარე ლელო ძლიერი საქართველო და მისი ლიდერები
თქვენ გემახსოვრებათ სოფო ალბათ არჩევნების გაყალბებიდან მეორე დღესვე ჩვენ ვამბობდით რომ ერთიანობა აუცილებელია, ერთიანი ფორმატების შექმნა აუცილებელია, ну სამწუხაროდ რიგი მიზეზების და გამო მე არავისკენ ხელს არ გავიშვერ, არ მინდა არც ოპოზიციური პარტიებისკენ და რაღაცა კენჭების სროლას არ დავიწყებ, ეს მაშინ არ შედგა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. აერთიანებს თუ ყოფს ბატონო ლევან? ჩვენ გამაერთიანებელი უნდა ვეძებოთ და დისკუსიის გახსნა და მსჯელობა არ შეიძლება დამყოფი იყოს, ხო, ამ შემთხვევაში ამაზე არის საუბარი. ერთიანობის გამოსვლადობაზე გეკითხებით ახლა ამ საკითხში ძალიან მკაფიოა მათი პოზიცია. გამოუსველი არაფერი არ არის, გამოუსველი არაფერი არ არის, ზოგადად მე რაღაც კონკრეტულად ჩამოყალიბებულად კი ვლაპარაკობ ერთ პოზიციაზე ან მეორე პოზიციაზე, მსჯელობა არის სოფო აუცილებელი. ამ მსჯელობაზე და მე ვერ წარმომიდგენია არგუმენტები აქითხარეს არსებობს იქითხარეს დაუშვათ არსებობს ამ არგუმენტების თუ მინდათ ვისაუბროთ ამ არგუმენტებზე მე პრობლემა არ მაქვს უბრალოდ შეჯერება არის საჭირო დაჯდომა არის საჭირო ახლა რატომ ვერ ხდებთ ბატონო ალბათ იქნება ეს შესაძლებლობაც მე ვფიქრობ ბადრი ჯაფარიძე იყო კვირის ფორმულაში ჩვენთან ერთად მან თქვა რომ აპირებს დისკუსიას საზოგადოებრივ ჯგუფებთან პოლიტიკურ პარტიებთან კი ალბათ იქნება აუცილებელია ჩვენ ყოველთვის ლელოძლიერი საქართველოს უსმენდით და წარმოვადგენდით ჩვენ სამომრჩეველ საქართველოს მოქალაქეებს ეს ასე იქნება ბუნებრივია ნუ საზოგადოებაში ახლა გამოიწვია რაღაც სხვადასხვა ესენი მე არ ავყვები ამ თემებს დისკუსიის გახსნამ და თუნდაც საუბრის თემას ირგვლივ საუბრის გახსნამ ამასთან დაკავშირებით ნუ მთავარი არის გაიხსნა საუბარი დაიწყოს ამ საკითხთან დაკავშირებით მე შემიძლია გითხრათ რომ ხა ჩვენი პრინციპული პოზიცია ალბათ არავის უკვირს ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველები და მათ შორის მეც რომ საპარლამენტო მანდატები დავდეთ და მეც დავდეთ და ჩემმა კოლეგებმა საპარლამენტო მანდატები ერთი წამითაც არ გვიფიქრია რომ სხვა გადაწყვეტილება მიგვეღო უარი თქვით პარლამენტზე და იმ ყველაფერზე იმ ამ შემთხვევაში გაყალბებულ პარლამენტში მონაწილეობაზე უარი თქვით ახლა ვინმეს თუ გონია რომ საპარლამენტო მანდატები დავდეთ და საკრებულოს მანდატები გვინდა ეგ ასე არ არის ხო ბუნებრივია აქ არ სვამენ საკითხს ასე რომ ლევოსუნ და მანდატი არ მოდი შვიხთით თვითონ აქცენტ სვამენ რა უნდა ივანიშვილს თქვენ რა გინდათ არა ეს ჩვენ რა გინდა არის თავარი და ქართულ ხალხს რა უნდა ივანიშვილის თამაში ხო ახლა ვინ და ხა ლელო ივანიშვილის თამაში არ მიიღებს მონაწილეობას ეს მე მგონი რა ვიცი ცხადზე უცხადესია და მოდი გადავწყვიტოთ ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეების რა უნდა და მე და ჩვენ დარწმუნებული ვართ გადაწყვეტაც არ ჭირდება პირდაპირ გეუბნები საქართველოს მოქალაქეებს უნდა რუსული რეჟიმის დამარცხება საქართველოს მოქალაქეებს უნდა ქართული მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს უნდა პირველ რიგში ის რომ იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩვენი უმთავრესი და ძირითადი საზრუნავი არის პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება უმთავრესი და ძირითადი საზრუნავი არის პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება უმთავრესი და ძირითადი საზრუნავი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები რომელიცაც უნდა მივახციოთ ყველა შემთხვევაში ლელოში არის თუ არა მზადყოფნა პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრების შემთხვევაში რას აპირებს ლელო მე თქვენ გითხარით რომ არც გამოვრიცხავ და არც მამუკად არც ბადრი იმ თავითვე როდესაც მათ მიიღეს კი ბატონო ყოველთვის მზადა ვარ ჩვენ იმიტომ რომ ჩვენ ამაში ამ შემთხვევაში ეს როგორც მამუკა და ბადრი არიან ამ პოლიტიკურ დევნას შეჩვეულები ბუნებრივია ჩვენც უკვე უყურავთ წლებია მამუკას და ბადრის პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს აქედან გამომდინარე როდის რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამასთან დაკავშირებით ჩვენ ბუნებრივია ხვდებით ამას თქვენ რასაც მეუბნებით და ესა დღესაც გითხარით რომ შესაძლებელია იყოს გამოსავალი თავისუფლების აღკვეთის მე არ ვიცი მათ თავში რა მოუვა აქედან გამომდინარე მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ გვაფიქრებინებს იმაზე რომ რაღაცა ბრძოლა შევასუსტოთ არა ჩვენი პირდაპირ ვალია რომ ჩვენ ბრძოლა გავაგზავნოთ და თქვენ უბრალოდ ბევრმა არც იცის ისეთი ძლიერი შეკრული და დემოკრატიულ საწყისებზე აშენებული გუნდი არის ლელო აი ამ მოთელვაში რატომ ვიკითხე ეს როცა განიხილავთ სხვადასხვა სცენარებს დიდი ალბათობით რა შემთხვევაში როგორ აგრძელებს პარტია ბრძოლას რა არის ასე ვთქვათ თავარი გადამწყვეტი თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეძებთ თუ არა კონსენსუსს თქვენი კოლეგია პარტიების მხრიდან ამ თემაზე და თუ ვერ იპოვეთ რა ხდება არსებობს თუ არა ამაზე პასუხი აი ეს არჩევნებსაც მოუწოდეთ ეს არის ბრძოლა პირდაპირ გეუბნები ჩვენ ამას ყველაფერს განვიხილავთ კალენდარზე ოქტომბერში ეს მოდი ასე ვთქვით მე ამას ეს არის ბრძოლა ბრძოლა თავისუფლებისათვის და ბრძოლის სტრატეგიაზე და ტაქტიკაზეა საუბარი კი ბატონო სხვადასხვა სტრატეგიაზეა საუბარი მაგრამ აქ არის საუბარი გავხსნათ თემა და ვისაუბროთ ამასთან დაკავშირებით ნუ თავიდან იყო ხო მე მახსოვს ირაკლის ეთერი კუპრაძის თქვენს ეთერში კი და შემდგომ უცბად ხელგულზე გაკეთებული განცხადებები შემდგომ
სასაუბრო აქ ჩვენ რაზე ვსაუბრობთ საუბარია მთავარი გაახსნათ ერთობაა თავარი ერთობაც ეს მინდა ვიგიხო ერთობა მთავარია ბუნებრივი ერთობა ჩვენთვის უნიშნელო ერთობაზე რო არ ყოფილიყო საუბარი ხო ჩვენ მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის ლევან სამუშიასთვის ირაკლი კუპრაძისთვის ზოგადად ვინმე არ გამოჩეს ყველა ლელოს წარმომადგენელი ვსაუბრობდით თავიდანვე არჩევნები როდესაც და დასრულდა ჩვენ როდესაც დავდეთ ეს მანდატები და ვთქვით რომ ამ გაყალბებულ პარლამენტში არ შევალთ მეორე დღეს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა რომ საჭიროა ერთიანი პოზიცია, საჭიროა ერთიანი ფრონტი ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ეს პოზიცია ამ შემთხვევაში ყოველთვის ამ ერთობის პოზიციას ყოველთვის ვაჟღერებდით, ხო თქვენ რა გონიათ ახლა ლელოს რამე გადაწყვეტილება აქვს მიღებული დაერიდება განცხადების გაკეთების თუ რა არა ვცდილობთ ეს ვიკითხოთ ყოველ დღე და პასუხობთ რომ ჯერ არ გაქვს. არანაირ გადაწყვეტილება რამე გადაწყვეტილება რო ყოფილიყო მიღებული, ჩვენ პირდაპირ ვიტყოდით ამასთან დაკავშირებით. ჩვენ გავხსენით თემა, ჩვენ გვინდა დისკუსია და ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია მივალთ იმ დასკვნამდე, რაც საუკეთესო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა ლევან სამუშიას. მადლობა თქვენ.